გამარჯობა, მე ვარ შოთა გოგიტაური, სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. რა არის თქვენი სასწავლო მიმართულებები სპორტის უნივერსიტეტში? ჩემი სასწავლო მიმართულებები არის სპორტის მარკეტინგი და სპორტის სტრატეგიული მარკეტინგი. როგორ იცვლება სპორტის მარკეტინგი დღეს? სპორტის მარკეტინგი საქართველოში ახალი დარგი არის, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება და დღევანდელი გამოწვევები, ძირითადი გამოწვევები არის მაინც დიჯიტალ მარკეტინგი, რაც გულისხმობს ონლაინ გაყიდვებს. რის შესწავლა შეძლებენ ამ კურსებზე სტუდენტები? სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ სპონსორებთან მუშაობა, როგორ ნახოს ორგანიზაციამ ხეირი, როგორ შეიქმნა სპორტული პროდუქტი და როგორ შეფუთონ ორგანიზაციის გაყიდვა. რაში გამოადგენთ სტუდენტებს ამ პროგრამის შესწავლა და რა სფეროებში შეძლებენ დასაქმებას? სტუდენტებს შეუძლიათ დასაქმდნენ სპორტულ ორგანიზაციებში, სპორტულ ფედერაციებში, სხვადასხვა სპორტულ კლუბებში. მით უმეტეს დღევანდელ დროში ძალიან დიდი პრობლემა არის სპორტულ ორგანიზაციებში სპორტის მენეჯერების და მსგავსი დარგი ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ არსებობდეს ქვეყანაში, იმისთვის, რომ ორგანიზაცია მიიღოს შესაბამისი შევსება. რა ბენეფიტები ექნებათ სტუდენტებს ამ პროგრამის დასრულების შემდეგ? სპორტის უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს დასაქმდნენ სპორტულ ორგანიზაციებში, მათ ექნება სტაჟირებები, მათთვის სასურველ ორგანიზაციებში და თავის გამოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი დარჩებიან აღნიშნულ ორგანიზაციებში. რა რჩევას მისცემთ სპორტის მენეჯმენტის სტუდენტებს? იარონ უფრო მეტი ლექციებზე, თუ რამე კითხვა აქვს, ნებისმიერი კითხვა დაასვან და იყვნენ უფრო ლაღები და კომუნიკაბელურები.